რამოდენიმე დღე იყო ესეთი ხესური ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული, მაგრამ 30 ნოემბერი იყო ყველაზე ბრუტალური. როდესაც უამრავი ადამიანი ლექსი გაანწურეს საბუნებისმეტყველო. სამწუხაროდ მეც ჩემი ოჯახით იყო ამბავის წელი ზუსტად იძეს. ჩემ თვალწინ, ჩემი მეუღლის თვალწინ, ჩემი არასრულოვანი შვილი თემეზე დააკავეს მაშინ. შეიძლება ვინმე გახსოვდეს ამბავი. ამიტომ ეხლა ჩვენ გვაქვს მოტანილი ბანერები. ერთი ბანერი არის, სადაც არის ნაჩვენები ძალეწილი ადამიანები და მეორე არის ასევე საინფორმაციო, რომ ერთი ადამიანიც კი არ არის ამ ხერხობების გამო დაჟილი. მე თავაზობ გავაკეთოთ ესეთი აქცია პერფორმანსი. გადავინაცვლოთ თავისუფლების მეტროსთან, იმერზე გავშალოთ ბანერი და ხმაურით, საყვირებით ამ ბანერის უკან დავდგეთ და ამ ფორმით გამოხატოთ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი ადამიანიც კი არ არის დაკავებული აი ამ ხერხობების გამო. ერთი ადამიანიც კი. თუ ხართ თანახმა, ჩვეულებრივ ყნარად ჩვიდად გადავიდეთ, იქ გამოხატოთ ესეთი ფორმით ჩვენი პროტესტი, აგერ მაქვს ბანერები, საყვირებსაც მოგახმაროთ და მერე დავბრუნდეთ უკან. ის ანტიქარჩული ხელისუფლება